ასეთი გამოვიდა ჩვენი საღდგომო კვერცხები. ნახეთ რა ლამაზი ფერია. მოგესალმებით ყველას, ჯგუფასებო როგორ ხართ? მინდოდა რომ შემოსულიყავი თქვენთან და ბედნიერი დღე მესურვებინა ყველასთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ რომ მეც უფრო სტიმული მომეცეს ვიდეოების გადაღების და თქვენთვის გაზიარებისთვის. ეხლა ბებოს გოგო არის მოსული სახლში. მე გამოვიდი გარეთ. ცოტა ვიარო, ბებოს გოგო მითხრა რომ შეგიძლიაო გახვიდო 9 საათი. სანამ მე აქ ვიქნებიო და გაიარო, გაისეირო. მეც რა თქმა უნდა დრო ვიხელთე და გამოვედი. ეს გვაქვს ძვირფასებო, არაჩვეულებრივი ამინდი. ზიანი როგორც ხედავთ. რაც ძალიან მახარებს. მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა. გუშინ კვერცხები შევღებე. გაჩვენებთ, ჩაგიგდებთ აქ. თქვენ რა შვებით, ხო ხართ ყველანი კარგად? დაწერეთ კომენტარები და გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიწერთ ჩემს არხს და ვიდეოს უყურებთ ბოლომდე. ბედნიერი დღე ყველას. ესეთი მზიანი ამინდი გვაქვს დღეს საბერძნეთში. ეს ძალიან მახარებს. თქვენ როგორ ხართ, რა შვებით, ვინ სად იმყოფებით, დამიწერეთ როგორი ამინდი გაქვთ. დაწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი. თან გავიაროთ ძვირფასებო და თან გაგესაუბრებით. გეტყვით კიდევ 2 სიტყვით ჩემს შესახებ. თან გავიაროთ. როგორც უკვე გითხარით, თეკო მქვია. ვიმყოფები საბერძნეთში. მესამედ ჩამოვედი უკვე. ცხოვრობ თბილისში. ოთახნახევრიან ბინა შევიძინე 2020-ში. 21-ში ზუსტად არ მახსოვს. და ვცხოვრობ ცალკე, რა თქმა უნდა. ჩემი ძმა ცხოვრობს სხვაგან. მშობლები არ მყავს, როგორც უკვე გითხარით. სამწუხაროდ თინეიჯერობის ასაკში დამეღუპნენ. ხოლო მეორე ძმა, რომელიც უნდა გამხდარიყო მაისში 51 წლის,
დაიღუპა. მანქანა დაეჯახა სწრაფად მომავალი და დაიცვალა ადგილზე სამწუხაროდ. ბებიაც დაღუპული მყავს. მყავს აქეთ მამიდა საბერძნეთში და მამიდა ჩემს მეუღლე. რომლებსაც ვნახულობ ხოლმე. ყოველ კვირა არა, მაგრამ სადღაც 2 კვირაში ერთხელ, 3 კვირაში ერთხელ გავდივარ ხოლმე მათთან და ვნახულობ. აქ მყავს რამოდენიმე მეგობარი საბერძნეთში. რა თქმა უნდა, წინა წლებში რომ ვიყავი აქ შეძენილები და არა მარტო აქ შეძენილები და ესე კვირაობით გავდივარ ხოლმე ხან ერთთან, ხან მეორესთან. გარეთ სადმე კაფეში დავსხდებით და მივირთმევთ ყავას. სხვა კიდევ რა გითხრათ, რა შეიძლება რომ გითხრათ. სახში რომ მივალ, უფრო დეტალურად ჩემს შესახებ მოგიყვებით. ეხლა დავბრუნდეთ უკან. თორემ არ მინდა ძალიან შორს წამოვიდე. ეხლა უკვე ნელ-ნელა უნდა დავბრუნდე სამსახურში. არ მინდა რომ ბებოს გოგოს ვალოდინო, კი არაფერს სიტყვის, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა. ჩემი ბებოს გოგო, სადაც მე მუშაობ, ძალიან ხელს მიწყობს ყველანაირად. მეც რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ ჩემი საქმე ვაკეთო და არავინ არ დაჩეს ჩემით უკმაყოფილო. არ ვტრაბახობ, მაგრამ მართლა ასია, თავს არ ვიქებ. სადაც კი მიმუშავია ძვირფასებო. არავის ჩემთვის ჩემზე არ უთქვამთ, რომ აი ეს ვინ შემოვიდა და ვინ იყო ჩვენთან. ასე რომ რა თქმა უნდა, როცა კარგი ხარ, კარგი ადამიანი ხარ ყველანაირად, შენც გინდა რომ კარგებთან იმუშაო. თუ ვინმე აქ საბერძნეთში მყოფებით და ეხლა ჩემს ვიდეოს უყურებთ, შემეხმიანეთ, მომწერეთ. Facebook-იც მაქვს ჩემო ძვირფასებო, გაგიზიარებთ ჩემს Facebook-საც. თუ ვინმეს მოგინდებათ რომ დამამატოთ Facebook-ზე, შეგიძლიათ დამამატოთ. ეხლა წავიდე მაღაზიაში. მაღაზიაში მივდივარ ჯერ. პური უნდა ვიყიდო, ყველი და სტაფილო. და მერე დავბრუნდები უკვე სამსახურში. და მერე საჭმელი უნდა გავაკეთო. ხვალ მაქვს დასვენების დღე, ხვალ არის კვირა, რა თქმა უნდა. და ერთი სული მაქვს, რომ გავიდე გარეთ, დავისვენო. გამოიწერეთ არხი, ბევრი რომ მეყოლებით, ბევრი გამომწერი რომ მეყოლებით, მეც უფრო სტიმული მომეცემა და გადავიღებ ყოველდღიურ ვლოგებს. ბედნიერი დღე თქვენ და ასევე მეც. დროებით. მაღაზიაში ვიყავი და ბრუნდები სამსახურში. ყველას ბედნიერი დღე. ესეთი მზიანი ამინდი გვაქვს დღეს, რაც ძალიან მახარებს. სალპორი, ესეთი არგილები. სტაფილო. და ეს არის ყავას რომ გავაკეთებ. მაგისთვის მინდა ცივ ყავას. ძვირფასებო, ახლა მაღაზიაში ვიყავი და გაჩვენებთ რა ვიყიდე, ბევრი არაფერი. ეს არის ჩიპსი. დიდი, აი ესეთი. ახლა უნდა გავსინჯო, ეს არასდროს არ მიჭამია. ყავა, ნესკაფე. ყავა მინდოდა.